აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლის თავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. შეხვედრა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ეთნოლოგმა მირიან ხოსიტაშვილმა გახსნა. მან გამოჩენილი მეცნიერის გიორგი ჩიტაიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. სიმპოზიუმის ფარგლებში წიგნის წარდგინება გაიმართა სახელწოდებით ჯავახეთი. ღონისძიებაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 ნოემბერს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ 23 ნოემბერს გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წელი შესრულდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლის საიუბილეო თარიღს და ამავე ღონისძიებაზე გაიმართა წიგნის ჯავახეთის პრეზენტაცია, რომელიც ეფუძნება საველე ეთნოგრაფიულ კვლევას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯავახეთის მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლის თვალსაზრისით. მეცნიერთა ჯგუფმა ჩავატარეთ რამდენიმე ექსპედიცია და სწორედ ამ ექსპედიციებში მოპოვებული მასალის საფუძველზე გამოვეცით წიგნი, რომელიც გულისხმობს თავად საზღვრისპირა რეგიონის ეთნოდემოგრაფიულ კვლევას და ასევე მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობის შესწავლას, რომელიც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის, არამედ ზოგადად დაინტერესებული საზოგადოებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილი, არც თუ ისე ბევრი კვლევა აქვს მიძღვნილი და ჩვენ ვაპირებთ, რომ კვლავაც მომავალში გავაგრძელოთ აღნიშნული კვლევები. ეს კვირა მიძღვნილი არის ბატონი გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლის თავისადმი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგია ანთროპოლოგიის ინსტიტუტმა, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტმა, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციამ ერთობლივად დავგეგმეთ და განვახორციელეთ აი სიმპოზიუმი. ესე იგი 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. სიმპოზიუმის ბოლო დღეს გაიმართა წიგნის წარდგენა. წიგნი ეხება ჯავახეთს, სასაზღვრო ურთიერთობების ჭრილში, ეთნოკულტურული სურათის დინამიკას და ცვლილებას და ამავე დროს მოხდა წარდგენა მესხური ერდოგვირგვინიანი დარბაზისათვის და დარბაზის მშენებლობის ტრადიციებისადმი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა. ეს ძალიან კარგად ეხმიანება ერთმანეთს, იმიტომ რომ ერთ რეგიონს ეხება და ამავე დროს ერდოგვირგვინიანი ამ დარბაზის კვლევის საქმეში აკადემიკოს ჩიტაიას წვლილიც დიდი არის. მის მიერ დაარსებულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ეს დარბაზის 2 ნიმუში გვაქვს და შესაბამისად მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ სწორედ ამით დაგვირგვინებულიყო ეს სიმპოზიუმი.